და. როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ერთიანი სასკოლო ფორმა ეკნებათ. უწყებამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა კომპანიასთან, რომელიც ფორმებს ჩინეთში შეკერავს. ზაფხულის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომპლექტის ღირებულება და მისი მიწოდების წესი. სამინისტროს ინფორმაციით, ფორმების ტარება რეფორმის ეროვნული კონცეფციის ნაწილია. მისი მიწოდება სკოლებისთვის 3 ეტაპად განხორციელდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით 60,000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმებს შეპესეს საგანმანათლებლო რესურსები კომპანია Glory Textile Industries-გან შეიძეს, რომელიც ჩინეთში დაფუძნებული საწარმოა. საქართველოში კი ის რეგისტრირებულია მიმდინარე წლის მარტში. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი თვალსაზრისით ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. მიმდინარე წლის თებერვალში მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სკოლაში ფორმის შემოტანა და სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება ის ბაზრის კვლევა და ის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება 1,800,000-ზე მეტი ერთეულის შეკერვა შეძენა. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოში რეგისტრირებულ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც 1,801,000 ერთეულ სასკოლო ფორმას ჩინეთში დაამზადებს. ხოლო მისი მოწოდება საქართველოში 3 ეტაპად განხორციელდება. რაც შეეხება სასკოლო ფორმების ღირებულებას და თბილისსა და რეგიონებში მის მიწოდებას, ამის შესახებ საზოგადოებას ივლისის თვეში პერიოდულად ეცნობა. სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას შენახვა ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების შხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 226 და 260 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად უკანონო შეძენას შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ასევე დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე. სამართალდამცველებმა ზუგდიდში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის შხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სმენის მძიმე დაქვეითების ან სრული სიყრუის მქონე ბენეფიციარები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილნი არიან ცალმხრივი კოხლიარული იმპლანტაციის შესაძლებლობით. დარგის ექსპერტებთან განხილვის შედეგად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და იგეგმა ცვლილების განხორციელება სახელმწიფო პროგრამაში, რომლის თანახმადაც 4 წლამდე ასაკის შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან ორმხრივი კოხლიარული იმპლანტაციით. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვების სმენისა და მეტყველების, ასევე კოგნიტური თუ სხვა უნარების განვითარებას. საკითხი დაისვა სმენა დაქვეითებულ ბავშვებთან დაკავშირებით 4 წლამდე ასაკში ბილატერალური ორმხრივი კოხლიარული იმპლანტაციის შესახებ. აქამდე იყო დაფინანსებული მხოლოდ ერთ ყურზე კოხლიარული იმპლანტები, ეხლა საკითხია დასმული ორივე ყურზე, რომ ერთდროულად გაკეთდეს ყრუმუჯ ბავშვებში და სმენა დაქვეითებულ ბავშვებში სრული სიყრუის დროს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბავშვის განვითარებისათვის. 4 წლამდე ასაკში გაკეთებული კოხლიარული იმპლანტაცია ორივე ყურზე ერთდროულად ბავშვს წაეხმარება განვითარებაში, როგორც მეტყველების განვითარებაში პირველ რიგში, ასევე მის შემდგომ ფსიქოლოგიური ურთიერთობები სკოლაში, ინსტიტუტში და ასე შემდეგ. შემდგომი განვითარებისათვის კვლევებმა გვიჩვენა, რომ
2-3 წელიწადში 4 წლამდე ასაკის ბავშვები სრულად აღწევენ 100%-იან შედეგს განვითარებისა. დასაქმებულთათვის ჯანსაღი, მრავალფეროვანი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის კულინარიული გუნდისთვის კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური კურსი მოეწყო. სასწავლო პროცესი საერთაშორისო განათლების აკადემიასთან პარტნიორობით წარიმართა. კულინარიულმა გუნდმა გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადება გაიარა. მასტერკლასის ფარგლებში მზარეულები გაეცნენ უძველესი ქართული კერძების მომზადების ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე წარმატებით იქნა ინტეგრირებული ქარხნის ყოველდღიურ მენიუში. სასწავლო პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის შიდა სერვისების განვითარებასა და მაღალ პროფესიულ სტანდარტს. იმას რასაც აკეთებთ ყოველდღიურად, გემოები და სისადავე შეგვეხამებია ერთმანეთში. დღეს ჩამოვედით ზესტაფონის სფეროშენადნობ ქარხანაში, შევხვდით მზარეულებს, ჩაუტარეთ მათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობა. მეცადინეობა მოიცავდა 2 უძველესი ქართული კერძის გაცნობას. ვიზიტის დროს მე გავეცანი არსებულ მენიუს და სასიამოვნოდ გაგვირებული დაგვიში. იმდენად დახვეწილი და მრავალფეროვანი მენიუ დამხვდა აქ. აკეთება შუააზიური აზუ, აკეთება ჩვეულებრივი ტრადიციული ხარჩო, სხვადასხვა კერძები, პიურები, კატლეტები, თქვენ წარმოიდგინეთ, ქაბაბიც კი და მრავალფეროვნებას კიდევ ემატება ეს 2 კერძი, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ მუშა მოსამსახურემ არის დახარჯული კალორიები აღიდგინოს. კურსის ბოლოს დამსწრე მზარეულებს ჩვენი აკადემიის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულმა გიორგი თარამაძემ გადასცა შესაბამისი სერტიფიკატები, რაც ადასტურებს, რომ სფეროშენადნობ ქარხანას ყავს მაღალკვალიფიცირებული მზარეულები. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. წლებია ვმუშაობ სფეროშენადნობთა ქარხნის სამზარეულოში. მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ამაღლება. ამის დამადასტურებელი საბუთი გადმოგვეცა სერტიფიკატი. კომპანია და ჩვენ პროფკავშირი მიმართული ვართ იმისკენ, რომ თანამშრომლებს რაც შეიძლება უკეთესი პირობები შეექმნათ და კვების ობიექტიც უფრო ხარისხიანი იყოს, ამიტომ დაემატება სამზარეულოს 2 ქართული ტრადიციული კერძი, რაც მისასალმებელია და მრავალფეროვანს გახდის ჩვენს მენიუს დასაქმებულებისათვის.